ჩვენს პოლიტიკურ კონტექსტზე, პოლიტიკურ დილას განვაგრძობთ ფორმულაზე. ჩვენი პირველი სტუმარი გადაცემის ამ ბლოკში სანდრო რაქუიაშვილია, პარტია გირჩიდან. სანდრო, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. სანდრო, უფრო გენერალურად მინდა ვილაპარაკოთ. 13 წელი გავიდა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან და რაც ივანიშვილმა წერილიც გამოაქვეყნა მიღწევებთან დაკავშირებით, თუმცა რაც 13 წელიწადში გვაქვს. მაგრამ ასევე ძალიან კონკრეტული და ბოლო 1 წლის ამბებით მინდა რომ მივიხილოთ, მაგრამ მინდა რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად პოლიტიკაზე და საერთაშორისო კონტექსტზე, გეოპოლიტიკაზე იმდენს ვლაპარაკობთ, რომ ეს მეორე პლანზე გადაიწყოს, რაც ჩემი აზრით ძალიან არასწორია. ძალიან სპეციფიკური ეკონომიკური მოდელი ყალიბდება ბოლო წლებში საქართველოს და ბოლო 1 წელიწადში ეს კიდევ სულ სხვა ეტაპზე გადავიდა. ახლა ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენ ბიუჯეტს, უხეშად რომ თქვა 30 მილიარდზე გათვლილი ბიუჯეტიდან 21 მილიარდი იყო ადამიანების ჯიბიდან ამოღებული ფული, სხვა ფორმით, გადასახადების სახით, დანარჩენი სადღაც 8-9 მილიარდის მობილიზებას ფიქრობდნენ გრანტებით, იაფი ვალებით, რაც უცხოეთიდან წამოსულიყო, ძირითადად დასავლური ინსტიტუტებიდან. ეს ნაწილი და ზოგადად პირდაპირ უცხოური ინვესტიციების და ეს მიმართულებაც ჩაკვდა, აღარ არსებობს შეიძლება ვთქვათ, ხოლო გადასახადების ნაწილში ვხედავთ, რომ ასევე ძალიან ძიმე პრობლემები აქვთ. ახლა ჩვენ პირველ 6 თვეში ვხედავდით, რომ ბიუჯეტი ივსებოდა ბიუჯეტის იმ მუხლების ხარჯზე, რომელიც არის, თქვა, წინასწარ გადახდილი გადასახადები, ანუ მარტივად რო თქვა, ბიზნეს წინასწარ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გადასახადები შემოიტანეთ, იმიტომ რომ მოგების გადასახადი აღარ იყო იმდენი, მარტივად რო თქვა, ქვეყანაში. თქვენ როგორ უყურებთ, აი, ბოლო 1 წლის დინამიკას საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის იმ პარამეტრების გათვალისწინებით, რითიც შეიძლება ვზომავდეთ, ხო ამას? ხო, მადლობა მოწვევის პირველ რიგში. მაინც შევხედავთ ზოგადად მართლა 13 წელს, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ქართული ოცნების ალბათ უკრაინაში ომამდე პერიოდს, ეს პერიოდია, როცა კოვიდი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ის დაიყო 3-4% რაღაცა ის საშუალოზე დაბალი პატარა ჭაობებით ვიყავით, ხო, რაღაცა ვიზდებით, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. და რატომ? იმიტომ რომ ვერ გავიხსენეთ ვერც ერთ რეფორმას, მნიშვნელოვან რეფორმას, რაღაცა თქვა, რომ აი ეს გარღვევა იყო. თუნდაც რამე სფეროში ერთი ეს მოგების გადასახადის ამბავი თუ გაახსენდებათ და მეტი არაფერი მნიშვნელოვანი. და ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაც 3-4-5% არის ჩვენი ბუნებრივი ზრდის ტემპი. არაფერი არ ქნა, რომ აი როგორც ვარ ისე ვარ. ხო, აი თუ არაფერი არ გააკეთე და მე რომ ხედავთ, რომ უკვე რამდენი წელია ზედიზედ, ხან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ხან ახლა 7% და შემდეგ და გასაგებია, რომ ეს კარგია, მან ბევრია. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მართლა ძალიან ბევრი ქვეყნას ჯობნივართ, მაგრამ რომ შეხედოთ რატომ ხდება ეს ხო უკრაინის ომი რომ დაიწყო, მის შემდეგ მოხდა და ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის რუსეთთან ვაჭრობა, რომელიც უმეტესწილად არის სხვა ქვეყნების გავლით ხდება, მაგრამ ჯერ რუსი ემიგრანტები შემოვიდნენ, მერე ფული შემოვიდა, მერე რუსი პროგრამისტები აქ მუშაობდნენ და ამერიკაში ექსპორტი გაიზარდა ჩვენი და ეკონომიკური ზრდაში მათი წილი გაჩნდა რა თქმა უნდა, მერე დანადგარები ყირგიზეთში 20 ჯერ გაიზარდა გერმანიიდან ექსპორტი დანადგარების, ხო და ეს მათ შორის ჩვენი მანქანების ექსპორტი გაიზარდა რა. ჩვენი გავლით ხდება და ამ კუთხით ახლა ერთი მხრივ ქართული ოცნება რაღაც ლეგიტიმურად დაიბრალებს, რომ ჩვენ ეს რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ ასეთი რაღაც ხდებაო, რაც რაღაც ლოგიკით სწორია, იმიტომ რომ რა ვიცი, რაც უფრო დაახლოვდები რუსეთთან, როგორც აი სომხეთსაც როგორც უკეთესი კიდევ მაჩვენებლები აქვს, მიუხედავად ომისა, იმიტომ რომ ისინი თლად მოკავშირეები არიან ფაქტობრივად ყოველდღე იყვნენ ბოლო პერიოდამდე და კიდევ უფრო მეტი ფული შეძდიოდათ. ამიტომ ჩვენ რასაც ვხედავთ, ამ რაც უნდა იყოს, აი ყველანაირი პოზიტიური რაც უნდა ნახოთ, საბოლოო ჯამში ერთი მიზეზი აქვს, რომ უკრაინაში მიდის ომი, რუსეთზე არის სანქციები და იმდენად რამდენად ეს დასრულდება, გავადოთ მორალური მხარე ხან, ამ გონი რომ ქართულ ოცნებას აწუხებდეს მორალის ნაწილი, რაზე კეთდება ფული, მაგრამ იმდენად რამდენადაც ეს დასრულდება და მოიწურება ეს წყარო. ფაქტობრივად დაუბრუნდებით იმ მდგომარეობასაც ვიყავით. ბავშვებს ეგ ეთყობა უკვე. აი, ნახე, ეს იყო პოსტპანდემიური პერიოდი, ხა ისედაც გამოცოცხლების პერიოდი იყო პოსტპანდემიური და პლუს ეს ომის საკითხი, როცა უბრალოდ გავხდით აი ამ ეკონომიკური გზა, ხო, ფინანსური გზა. მაგრამ ამასთან ერთად ბოლო თვეებში თუ რამეს ვხედავ და რომ ეს მთავრდება. ანუ ეს რესურსი ამოიწურა ნელა და კი გადაეწყო ეკონომიკის თერი სექტორები ამ რუსეთთან ვაჭრობაზე, მაგრამ ამასთან ერთად ის აღარ არის რაც იყო რა. აი 2 წლის წინ რაც იყო თუნდაც. ნამდვილად თუნდაც მაგალითად ეგრე ტურისტები ბერნაკლები შემოდის და ფულის ნახე მადა გაზარდა ამ პერიოდმა ძალიან, ანუ მთავრობამ დაიწყო ძალიან ბევრი ფულის ხარჯვა და არნახულად გაიზარდა ბიუჯეტი და ამით ძალიან ავაყობდნენ რომ ჩვენ ბიუჯეტი ამდენი გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ხა აღმოჩნდა რომ ეს ბიუჯეტი ვეღარ ივსება და ბოლო წინა 6 თვეში, პირველ 6 თვეში ამ წლის მოუწია ეროვნულ ბანკს მოგების
მიცემა მთავრობისათვის, რომ ბიუჯეტი შეევსოთ, ხო? ნუ მაინც წლის ბოლოს დაელოდებოდი, მაგრამ ზოგადად ეს ტიპური პრობლემაა, იმიტომ რომ როცა ფული შენ ეს ვთქვათ, შენ თვითონ არ იშოვე, შენი შრომით და იოლად თავზე დაგეცა რა, შენ ხო არ ვართ რაღაც გაკეთებია, რაღაც მიდის ტვირთი სადაც რუსეთში. ჩვენ გვიხდიან რაღაც გადასახადებს, ან რაღაც ბენზინს ყიდულობენ ტურისტი ჩამოდან. ჩვენ არაფერი არ ვეკეთებია, ჩვენ იგივე ხალხი ვართ, მაგრამ დაგვეცა თავზე ფულზე. გათამაშებაში ადამიანი მოიგებს ხოლმე ფულს. და დაახლოებით იგივე ამბავია და ის მე ამას სხვანაირად ხარჯავს. სხვანაირად უდგება ამ ფულს. და ეს ბუნებრივი ამბავი ახლა ბოლოს და ბოლოს ეს რომ მართლა ჩვენი დამსახურებულად მიღებული ფული იყოს, მთავრობასაც სხვანაირად მოვეპყრობოდით, ან სხვანაირად მოვთხოვდით ამ ფულს და ხალხი იოლად ფულს შოულობს სხვადასხვა სექტორში, მე უხდის გადასახადებს მთავრობას და ეს ფული ხარჯება. მაგრამ ერთი პრობლემა ამ ფულსაც მოყვება აი მაგალითად წინა წლის არჩევნები რო გავიხსენოთ, აი ბათუმში ქართულოსნებმა მოიგონ. აი რაც აი არავინ ახლა გასაგებია რაღაც მარნეულში ან რაღაც მაღალმთიან რეგიონებში ან ზოგადად რეგიონში გეთქვა რომ აი რაღაც ქართულოსნებმა წააგوان, გააყალბა ან რაღაც სულად მოიქცა, მაგრამ აი ბათუმში სუფთად მოიგო. არის პრეტენზიას კი არ ქონდა 50% აიღეს. და იგრძნობოდა ეს წინა წელს რომ ხალხმა აი ხალხი ფულშოულობს. აი რუსი ტურისტი ჩამოდის და ხვდება რომ აი ხა ჩვენ რო ყავდეს ოდნავ პროდასალური მთავრობა. ის პროდასალური მთავრობის დროს დაიწყო სწორედ რუსეთთან ანუ რუსეთთან უბიძოლო მოსვლაც ანუ წინა ხელისუფლებას კი შეიძლება მათ ჰქონდათ პოლიტიკურად ეს გეზი მაგრამ ეკონომიკურად მე ვამბობ რომ აი ეს ომი რო დაიწყო წამოიგინეთ რომ რუსეთმა ხო გახსნა ჩვენთან ფრენები ჩვენსაც არ ჰქონდა და ის რაღაც სასტუმროს მფლობელი თუ რაღაც ფიქრობს რომ აი ხა რაღაც რო უხეშად უთხრათ პუტინს ის რაღაც გაჭედავს რაღაცა და ფულს დავკარგავთ. ამიტომ თარი პრობლემა იყო ის რომ ეს ფული რომელიც შემოვიდა შეიძლება იხარჯება ასე თუ ისე და ნახოთ რა იქნება პრობლემა თუ არა მაგრამ ფაქტია რომ ნავდად იხარჯება იმისთვის რომ პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. ანუ ამას მოყვება პოლიტიკური დატვირთვა და ეს იყო მე მგონი ეს ფული მთავარი ინსტრუმენტი იყო რითაც ქართულოსნებმა რაღაც მოიგო არჩევნები და ისიც ზოგადად იმყარებს თავის ძალაუფლებას. იმიტომ რომ ხალხს ეუბნება იყავის რა შეჭედებათ ეს რაღაცა ევროპა ასე ისე სასამართლო აი ფული ხო გაქვთ ხო შოულობთ ფულს. აგერ რაღაცა ტურისტი იქნება ეს თუ რაღაც გადაზიდვის რაღაც სერვისები იქნება თუ ტრანზიტი და შემდეგ გაქვთ და იყავით სტარად ხო თუმცა ამასთან ერთად აი იგივე ჩვენ თუ შევხედავთ აი მონაცემებს ხო ნახავთ რომ ეკონომიკური ზრდის მონაცემები რაზეც რითიც ამაყობენ ხო და აქ მართლაც ახლა ჩვენ ვთქვით და მე განვეკუთვნები ადამიანების რიცხვს რომელიც მიცემს რომ ეკონომიკური ზრდა ყველა შემთხვევაში არის კარგი ამას საბოლოო ჯამში მოკლევადიანად გრძელვადიანად საშუალოვადიანად მაგრამ მაინც მოაქვს კარგი შედეგი იმიტომ რომ რაღაც რესურსი ჩდება ეს რესურსი ზოგჯერ უკეთ ზოგჯერ ცუდად მაგრამ სადღაც მაინც ილექება ქვემოთ ხო მაგრამ ამას ერთად თუ ჩაშლად შევხედავთ მონაცემებს ეკონომიკური ზრდის ხო ხედავთ რომ აი სწორედ გაიზარდა ის სექტორები რომლებიც არის მაგალითად გაიზარდა ბანკების დაკრედიტების მაჩვენებელი ხო ეს ერთი გაიზარდა სწორედ აი ეს უცხოელი მიგრანტების აი დეველოპინგის მიმართულება რომელიც ასე ვერ ილექება საზოგადოებაში ეს ფული დრამატულად შემცირდა მაგალითად დამუშავებელი მრეწველების მაჩვენებელი რომელიც უშუალოდ სამუშაო ადგილებს ქმნის ხო ანუ და თუ სხვა სექტორებსაც შევხედავთ ჩვენ ნახავთ რომ ხელფასის მიღებთა რაოდენობაში პრობლემა უძრავი ქონების ბაზარზე პრობლემა ბევრგან სექტორულად არის პრობლემები ამ ნაწილზე რა სიტყვა იმიტომ რომ ეს პრობლემურია ხო გრძელვადიან პერსპექტივაში მათ შორის და ახლა ჩვენ ხედავთ რომ მეორე მხრივ მოდელიც სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობის ამ ფულის დინამიკაზე დაეფუძნა და ეხლა სახელმწიფო კი დიდი ბიზნესი ყოველთვის იყო შერწყმული რაღაც დოზით სახელმწიფოსთან ეს რომ ეხლა პრაქტიკულად უფროს პარტნიორად უზით ივანიშვილი ესეთი მოდელი აქამდე არ გვახსოვს ჩვენ ხო ანუ მოდელი არის ეხლა ეგეთი რომ მე შენ არ დაუშვებ რომ კონკურენტი გაგიშდეს მე პროტექციონისტურად შეგიქმნი ბანკი ხარ ვიღაცა ხარ ხო რუსთავის მეტალურგია ხარ ცემენტი ხარ მე შენ კონკურენტებს მოგიშორებ იქ ვიტყვი რომ ირანული დემპინგური ფასი შემოდის და ამიტომ არა შენ აწარმოე უხარისხო ძვირად და გაყიდე შენ ოღონდ მოგება აგერ ქაფს მე მოვხდი ამ ყველაფერს ხო ეს მოდელი ყველგან ამუშავდა აი ამ მოდელთან აკავშირებს რა სიტყვა ხო ბუნებრივი მოდელია სიტუაციაში როცა ერთი ადამიანი თუ რაღაც ადამიანთა ჯგუფი წყვეტს სად რა უნდა ხდებოდეს ხო ანუ საბჭოთა კავშირი მოყოლებულია ჩვენნაირი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში გასაგებია რომ ყველა სულ ბიზნესმენს აქვს შესაძლებლობა მივიდეს არის ბიზნესმენთან რაღაცნაირად დაალაგდეს, შეუთანხმდეს და მე მიიღოს ასე თქვით, თუნდაც რაღაც იმპორტისგან თავის დაცვა. და ეს სისტემა მუშაობს იოლი ფული შემოდის. რუსეთშიც იგივეა საბოლოოში. ყოველთვის მოძებნება სამყაროში ვიღაც ინვესტორი რომელიც ზად არის რაღაც კორუფციულ ურთიერთობაში შევიდეს რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს რაღაც სპეციფიკური სექტორები, რომლებიც დაახლოებული არიან ხელისუფლებასთან, ისე სულ განვითარდებიან სამ ფული შემოდის, რომ ასე თუ ისე ირიბა დაასუბსიდირებენ, იგივე შენებლობის სექტორი ვავიღოთ. კოვიდის დროსაც ეროვნულ ბანკმა ფული დაუბეჭდა და მისცა რომ შემთხვევით ბინების გაყიდვები არ შემცირებული იყო, იპოთეკური სესხების სუბსიდირება დაიწყო მთავრობა, ანუ მეგონება მეტი პრობლემა არ იყო ქვეყანაში და რაღაც 100 მილიონი და ეხლა
მოიხარჯა დეველოპერული კომპანიების გადასარჩენად. ხო და ანუ ამ შემთხვევაში ეს ძალიან ბუნებრივი ქცევაა და ეს არის ისაც მე ვთქვი რომ ეს არაეფექტიანობა იმალება უბრალოდ ამ ფულის ნაკადის მეშვეობით. და სანამ ეს ნაკადი არ შეწყდება, ან შეიძლება შემცირდეს რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს ნაკადი მაინც მოდის. ამიტომ მე არ ველოდები რომ აი ახლომოვლენში კატასტროფა მოხდება ამ კუთხით, მაგრამ აი კი ამბობენ ოცნების ლიდერები რომ უნდათ რომ ომი დასრულდეს უკრაინაში და რაღაც, მაგრამ ომი რო დასრულდეს უკრაინაში, ალბათ სანქციებიც მოიხსნება და მათი მთელი ეს ორი რამე გამოეცლებათ პოლიტიკური გზავნილი რომ მშვიდობას ინარჩუნებენ და ეკონომიკურად ეს შავი ხვრელი რაც აქ შექმნეს. ანუ თუ იმეს არ აწყობს ომის დასრულება, მათ არ აწყობს არც პოლიტიკურად და არც ფინანსურად. რა თქმა უნდა და ისინი ძალიან კარგად პარაზიტირებენ ამ ომზე იდეოლოგიურადაც და მართლა ფინანსურად და მე მგონი ნებისმიერ ოპოზიციონერს მართლა თავარი ის უნდა ქონდეს რომ აი თუ რამე მართლა პრინციპულად შეცვლის ჩვენში და პოლიტიკურ ნარატივს, ხო, არის რომ უკრაინაში დამთავრდეს, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან გულშემატკივრო რომ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ რა ვიცი, რა ხდება ღმერთმაიცრული. რას თქვით თავისთავად ახლა ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე ეკონომიკაზე და რაღაც ზოგადად, მაგრამ სინამდვილეში ქართული ეკონომიკა ძირითადად რა ვიცი, ორი ბანკია. და მთელი სფეროები ეკონომიკური მიბმული არის ამ ბანკებზე. ეხლა კი აკრძალული არის არაპროფილური საქმიანობა ბანკებისათვის, მაგრამ ამაზე დიდი ხნის წინ იქნა მიღებული განსაკუთრება, რომ მოდი თვალი დავხუჭოთ დიდწილად, იმიტომ რომ და ხო ამაზე შეიძლება ჩვენ შევთანხმდეთ, რომ თქვათ რომ რა ვიცი, ეს არის ფული ვისაც აქვს და მოდი რაღაცა არავინ არ გააკეთოს, ჯობია ისევ ამან გააკეთოს, ხო? ის საავადმყოფოც ქონდეს, ის სადაზღვეოც ქონდეს, ის ჩვენეულებაც ქონდეს, თუმცა საბოლოოდ გამოდის, რომ ორ ბანკად გადანაწილდა მთელი მოდელი, ხო, ეკონომიკური. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ეროვნული ბანკის პოლიტიკაც, რომელიც ბაზარზე ახალ მოთამაშეებს არ უშვებს და ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაც არის, ხო? ფაქტია, მე ვერასდროს ვერ მივიღე პასუხი, რატომ მაგალითად არც ერთ უცხოურ ბანკს არ უნდა ქართულ და სულ არ უნდათ. რატო არ უნდათ? არ უნდათ, იმიტომ რომ აქ არ აძლევ ამის საშუალებას. თან იმპერობებში მე-4 წელიწადზე რეკორდულ მოგებაზე გადის საბანკო სისტემა. ხო, ანუ წესით ეს უნდა იყოს მომხიბლელი ადგილი, რომ ნებისმიერ უცხოური თურქული ბანკებისათვის, მაგალითად, თავიდან შვენიერი სივრცე არის ხო აგერ მათი ფულისათვის ხო და ცოტა გაიაფებდნენ იქნება კრედიტს, მაგრამ არა უნდა დარჩეს ისევ ეს ორბანკიანი მოდელი ხო, რომელიც სინამდვილეში რაღაც ერთი ისა. როგორ ხედავ ამ ნაწილს? აი ეკონომიკური მოდელის ამ ნაწილს, რაც ჩამოყალიბდა ფაქტებრივად. ეს ჩემი მრავალწლიანი წუხილის საკითხია, ჯერ კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდიოდა და სულ ამაზე ვაკრიტიკებდი, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის მართლა ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა. ერთი მხრივ რეგულაციებით უზრუნავენ შემოსვლას კონკურენტების და მეორე მხრივ აი მილიარდობით ლარი იბეჭდება, რომ საბანკო სექტორს დამატებითი მოგება ქონდეს. სინამდვილეში 23 წელს უკვე რაღაც მილიარდი ქონდა და 21-დან კოვიდის დროსაც კი უკვე რეკორდულ მოგებებზე გავიდნენ ბანკები. ყოველ წელს რეკორდული მოგებები აქვთ. რა თქმა უნდა, ორ ბანკზე უმეტესწილად საუბარი და ეს იმიტომ ხდება, რომ ეროვნული ბანკი არა მარტო კონკურენტებს აშორებს, არამედ ასუბსიდირებს. მილიარდობით ლარი იბეჭდება, თქო, იაფად ავდოს კომერციულ ბანკს, მენის გასცემს ესხებს და რაც შუაში ირჩება, ეს არის კომერციული ბანკების. და შიდავალს როცა იღებს, აქაც დიდ მოგებას გადადის ბანკები. როცა სავალუტო ოპერაციებია, რამდენიმე 100 მილიონი მარტო სავალუტო ოპერაციებით რჩება კომერციულ ბანკებს, იმიტომ რომ ფარულად ხდება ვაჭრობა ბიმაჩის პლატფორმაზე, სადაც მილიარდები ვაჭრობა, ისე რომ არანაირი კონტროლი არ არსებობს. ანუ ორ პლატფორმაზე ყიდის დოლარს ეროვნული ბანკი, ერთს ვიგებთ და მეორეს ვიგებთ გვიან. ხო და სადაც მოდიეს იყიდება რამდენიმე 10 მილიონი და სადაც არ ვიგებთ 100 მილიონი. ამის მოტივი არის რომ ვიჭერთ თვითონ ლარის კურსს. ოღონდ სინამდვილეში ლარის კურსი მაინც გაქცეული არის და გამოდის ის რომ რეზერვების შემცირება მოხდა დრამატულად, ანუ რეზერვები დავიდა იმ დონეზე, ახლა გაზარდეს კიდე იყიდეს დოლარი, მაგრამ რაღაც მომენტში დავიდა ისე დონეზე, რომ იმპორტის სამი თვის მაჩვენებელს აღარ ყოფნიდა, რაც მინიმალური სტანდარტი არის, ხო? ხო, ნუ მე რეზერვების მაგრამ ზოგადად ეს რომ არ არის გამჭირვალე, ეს არის მართლა პრობლემა. როგორც არ უნდა შეხედო, ასე შეხედო, ისე შეხედო, მაინც უბრალოდ რაღაცა ოპერაციები ხდება ფარულად რა შეხარჯავენ. და ეს ნიშნავს იმას, მაგალითად ბანკებმა იციან, რომ ეროვნული ბანკი ყიდის ამ ყიდულს ვალუტას და იციან ესე იგი კურსი საერთწავა. რა თქმა უნდა. და კომერციულ ბანკებმა იცის კურსი საერთწავა და მე არ ვიცი. ვინ დარჩება მოგებული და ეს სავალუტო ოპერაციებით მოგებაც ფაქტობრივად ხელოვნურად შექმნილია, აი ვთქვათ, კულუარული შეთანხმების შედეგად, ასე ვთქვათ. და ეს აი ჩემი გადმოსახედიდან ყველა გაგებით კრიმინალი იქნებოდა, ჩვეულებრივი კრიმინალი იქნება ნორმალურ ქვეყანაში, რომ აი ეს სიტუაცია გაგვეშალა, რომ ეროვნული ბანკი რაღაც ფარულად ვაჭრობს კომერციულ ბანკებთან, ესენი იღებენ 100 მილიონ მოგებას და ამას არავინ არ იმჩნევს. იმდენ დაარჩნევს, რომ მაგათაც დეპუტატი ვიყავი და გავაგზავნე წელი, რომ მითხარით მაინც საერთოდ რა ხდება, რა მოცულობის ვაჭრობა, ამასაც არ ამბობენ, მარტო ნაშთს. 500 მილიონი გაყიდეს და 400 იყიდეს, იტყვიან, რომ რა ვიცი, 100 მილიონის რაღაც ესა დელტა რაც დარჩა, იმას გეტყვიან და ამასაც კი არ ამბობდნენ.
და ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნო შარშან გააკეთეს ეს აი იმ პლატფორმაზე, რომელზეც გვიან უნდა გაგვიგო ეს ამბავი წესი, უბრალოდ მე სხვა მონაცემებში იყიდებიან, მე იმიტომ ჯამს აქვეყნებენ აქეთ რამდენი რჩება და ნუ ეგ ჩანს თუ დაითვლი ნახავ, რომ ეს ხო არა ურთქლდება ის ფული, ხო ფაქტია რომ სადღაც წაიღეს. კიდე ნებისმიერ შემთხვევაში როდის ეს გამოჩნდება, კვირები გადის და აქ კომერციული ბანკი იმ წამსვე იცის რა. შენ არიცი. ხო და ეს უბრალოდ ჩვეულებრივი კრიმინალია, ყველა გაგებით და თავი დროზე მოიშალოს ეს თავი ალბათ რაც უნდა გავაკეთოთ, რომ ბანკის რაღაც ძალიან დიდი რეფორმა დაგვჭირდება ჩვენ და ამ ფულსაკრედიტო პოლიტიკის გამჭვირვალობა დაგვჭირდება, აი მაგ კონცეფტს ხო ვყავთ გამჭვირვალობა, აი იმიტომ რომ ევროპულ ბანკზე ხა მე ერთი პოზიცია მაგათ გამჭვირვალობა ვყავთ ხა? ნუ გაზაგები. სიტყვა გამჭვირვალობა ვყავთ. ხო და გაზაგები მაგალითად ჩვენ შეიძლება განსხვავებული წარმოდგენა გქონდეს ევროპულ ბანკზე, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ, ანუ რა პოლიტიკას არ შევიმუშაოთ, ან დამოკიდებული ჯერ ხომ და ვიცოთ რა ხდება. აი უბრალოდ აი ელემენტად გასაგები იყოს ვინ რა და როგორ აკეთებს. და ამიტომ პირველი რაც უნდა თუ გვექნება ამის შანსი ოდესმე, ეროვნულ ბანკს უნდა რაღაცნაირად ეს გავშალოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ რა ხდებოდა წლების მანძილზე. და მე ეს კომერციული ბანკის პრობლემას მოიხსნება. ეხლა ერთი მხრივ აი მან ბევრი აკრიტიკოს მათ შორის პოლიტიკურად TBC-ს და საქართველოს ბანკს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს რომ ჩვეულებრივად ნებისმიერ მომენტში შეიძლება გააკეთოს ეროვნულ ბანკმა ეს ბანკი. სრული კონტროლი აქვს. ამ ბანკებზე. ეროვნულ ბანკს სრული კონტროლი აქვს და ეს ხა კონკრეტულ პოლიტიკურ გამოცდილებიდან მოდის ჩვენ ქვეყანაში თავის დროზე როცა რა უბედურება დაწყიალდა ამ ქვეყანაში 90 წლებში მე გადაწყდა რომ ნუ მოდი ამ ბანკებს აღარ მივცეთ საშუალება რომ ასე თამამად რაც უნდათ ისაკეთონ ცოტა ვაკონტროლოთ. ამ საფარქვეში ხო რომ რამდენსაც გასცემენ ედოთ ჩვენთან გაუკონტროლოთ რამდენს გასცემენ რაღაც მთელი ამბები ხო? ამიტომ პოლიტიკურადაც ისინი ყოველთვის ლოიალურები დარჩებიან სანამ ეს სისტემა იქნება. ანუ ის კი არის რომ და ესენი შევიდნენ კონტრაქტში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ესენი ივანიშვილთან პერსონალურად შევიდნენ კონტრაქტში ეს ახალი მოვლენაა კიდე. ნახე ადრე რა იყო რა მოდელი იყო. აი იმ სააკაშვილის დროსაც ხო მაგალითად შენ ფულს შეწირავდი თავრობას და ასევე მიშას რომ მოუნდებოდა ყვარელში სპორტის სასახლის აშენება გეტყოდნენ და შენ ძალიან ლამაზად დათანხმდებოდი ამ ამბავს, იმიტომ რომ თან იმასაც გაიგებდი და იმას წაგიხსნიდნენ თუ ძალიან დაგჭირდებოდა რომ შენ მოგებას ნახულობდი სადღაც სხვაგან ძალიან დიდ და მოდი აგერ პატარა სპორტის სასახლე ყვარელში აშენე. უმახინჯესი მოდელია. ეს არაფერი კაი იმაში არ იყო. მაგრამ ეხლა ეს მოდელი არსებითად შეიცვალა, ეს მოდელი აღარ არის ეხლა. ეხლა მოდელი არის რომ მე შენ ერთად ვარ ჩვენ ამ ბიზნესში მოგებასაც ერთად ნახულობთ, ოღონდ მე მომაქვს ეს მოგება მე. ხო, ეს არსებითად და ერთ ამ დანაშაულში ერთად ვარ თანამონაწილეები. ანუ TBC ბანკებიც ორივე და მსხვილი მოთამაშეები ყველა არის აი ამ წრეში ჩაბმული სამბლოში ივანიშვილთან ერთად. ამიტომ არის რომ სანქცირება ივანიშვილის მათ აღარ უნდათ. ზუსტი შეფასება, იმიტომ ერთი მსხვერპლი იყო და მე მივხვდი რატომ უნდა იყოს მსხვერპლი ჯობია გადავიდა ყაჩაღის მხარეს და ერთ-ერთად დავაყაჩაღო დანარჩენები. ძალიან ბუნებრივი მოტივია ნებისმიერი მსხვერპლის, რომელსაც არ შეუძლია უბრალოდ თავი დაიცვას. ხო და მაგრამ ნუ ძალიან რთული მოდელია სანდვილში. მე რამდენი წელი ამაზე ლაპარაკობ და მე დავაკვირდი რომ საბოლოო ჯამში აი ხაც ინფლაცია ცოტა გაიქცათ რა 4%-ზე მაღალია და მაგრამ ეს ისე არ იგრძნობა თან აი პოლიტიკური თემები ძალიან ფარავს ამ პრობლემას. ძალიან იგრძნობა უბრალოდ ხო ფარავს ამ თემებს. და ამიტომ აი აქცენტირებას ვერ უკეთებ ამორჩილოს რომ აი ხა ის რომ რაღაც პული რო გაუძვირდა ან რაღაც ბენზინი რო გაუძვირდა, ამიტომ რაღაც იქ არის პრობლემა რა იმ ბანკებშია და იმ ივანიშვილშია პრობლემა, მაგრამ აი როცა თუნდაც ორნიშნა ინფლაცია გქონდა 15%-მდე ადიოდა. მაშინაც ხო ამის არტიკულირება წესად არ გამოვიდა საზოგადო რაცში, რომ აი იგივე პრობლემა იყო თან აი ბევრად უფრო მასშტაბური. ისევ გამოწეული აი იგივე შეთანხმებით ბანკების და ხელისუფლების იგივე ფულის ამ სიტყვება რომ სადღაც აი წინა ხელისუფლების დროს ამბობდნენ 2010 წელს ქონდა ორნიშნა 11-ში რომ აი ჩინეთში სადღაც ხორბლის კრიზისი ესენი რაღაცა იმას არ რომ კონტეინერი გაძვირდა და რაღაც ინფლაცია არის ფულის მასა რომელიც არის არასწორად გაზრდილი ბაზარზე. ეგ არის მეტი არაფერი არ არის და ხო პერიოდულად იზრდება ის ვერ აკონტროლებენ ხარჯვას. ანუ უნდათ მეტის ხარჯვა ეროვნული ბანკი ბეჭდავს რა აქვს და გამოაქვს და ხარჯავენ და საბოლოოდ ვიღებთ ინფლაციას. ხო ხა კოვიდის მერე ყველგან გამოიწვია ინფლაცია რომ უცებ გამოიყარა ბევრი ფული ხო? ხო დააბეჭდეს რომ გადაეჩინა და რაღაცა, მაგრამ ყველაფერს აი რომც ეს სწორად იყოს მიჩნეული, ყველაფერს ხო რაღაც ზღვარი აქვს და რაღაც ლიმიტები აქვს და შენ რო ფაქტობრივად საზოგადოება ინფლაციის დაბეგრე რა ვიცი 2-3%-ით ეს შეიძლება ვიღაცამ გაპატიოს, მაგრამ შენ 15%-ით დაბეგრე და ეს გრძელდებოდა ორნიშნა ინფლაცია წელიწად ნახევარი თუ არ ეს ხო ყველაზე ღარიბები კიდე უფრო გაღარიბდა. ხო და ანუ მაგრამ აი მე თავი პრობლემა ეს არის რომ აი საზოგადოებრივად როგორ გადავრთოთ აი ამ პრობლემაზე რომ გასაგებია ასეთი რეჟიმი, მაგრამ საბოლოოდ დადის იქამდე რომ გძარცვავენ. ანუ გძარცვავენ. მე ცოტა პოლიტიკურ
ისტორიას თუ გადავხედოთ ამ გაგებით, საზოგადოებრივი აზრის კონცენტრირება მაგაზე ნაკლებად ხდება ხოლმე, როგორც წესი. და ჩემი პირადი გამოცდილებაც პოლიტიკურები მაქვს ხოლმე სწორედ პოლიტიკურ განწყობებს და სხვა ტიპის ემოციებს. მithumetes დღევანდელ სოფლიოში, სადაც ახლა ინფლაცია ამერიკაში სამხელო პოლიტიკური თემა იყო, მაგრამ აი ამ საზოგადოებრივმა თემატიკამ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია, ხო, იქაც წინა საერთოდ. კი, მაგრამ იქაც ინფლაცია მაგალითად აი სახლების გაძვირება, ან რაღაც თუნდაც ელექტროენერგიის გაძვირება ევროპაში და შემდეგ რაც შეიძლება რაღაც ომთანაც კავშირში იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ისეთი პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, რომ ბევრმა მაგალითად რუსეთის მიმართ პოლიტიკაც კი ასე ვთქვათ, არ გაამკაცრა, იმიტომ რომ როცა გაზი გაძვირდა და ელექტროენერგია, მაინც გავლენა აქვს. ანუ ევროპაში მათ ეკონომიკურ რაღაც პრობლემებს აქვს პოლიტიკური გავლენა და ჩვენ აი ამ პოლიტიკური რაღაც თამაში თლიანად ვფარავთ ამას და ჩემი პირიქით აი თუ ადამიანი ერთხელ მაინც მიხვდება, რომ აი მისი გაუარესებული მდგომარეობა ეკონომიკური ან მისი დაბალი ზრდა ამ ვთქვათ გამჯობესების ტემპი ან ყველაფრის აი თავრობის ბრალია, რომელიც გზარსვას ყოველდღიურად. მე მგონი სხვა ნარატივი იქნება და ფერად მარტივიც იქნება პოლიტიკური პუშინგიც დაჭირდება მაგას. ეხლა ჩვენ რაღაც მომავალს ვლაპარაკობთ, მე ვხრობი რომ მაგალითად ყოველთვის ადამიანმა იცოდეს რამდენ გადასახადს იხდის, მას მოუწიოს თავისი ხელით საშემოსავლო გადასახადის გადახდა, მას ქონდეს ყოველთვის ინფორმაცია, ყოველთვის ქონდეს ინფორმაცია ინფლაცია რამდენია, ჩეკებზე ხედავდეს სად რამდენს იხდის მაღაზიაში რო ურტყამენ. ცოტა ადამიანებს ძალით გავაგებინოთ მათ შორის რამდენ ფულს ახარჯინებს მათ სახელმწიფო. საბოლოოდ ეს მოიტანს შედეგს. ცოტა ესეთი უნდა ვასწავლოთ ვიღაცა ეთქოს, მაგრამ ვასწავლოთ არა, ეს მოდელი უნდა ჩამოვაყალიბოთ. ეს იგივე გამჭვირვალობაზე სამდელში ხა როცა რაღაც პროდუქტს ყიდულობდა იქ რომ გადასახადების წილია იმ ფასში ეს ხო იძულებაც არის ხო ფაქტია, უბრალოდ შეიძლება ინფორმირება გააკეთო. როგორც ეროვნული ბანკებს ასუბსიდირებს და მილიარდი იმიტომ კი არ აქვს რომ რაღაც ბანკს მოგება რომ გენიოსები არიან, იმიტომ რომ უბრალოდ მილიარდებს ეროვნული ბანკი უბეშტავს და ასუბსიდირებს და ამას თუ გააგებინებ და ამას აჩვენებ ყოველდღიურად ონლაინ აპლიკაციები ხო გვაქვს, აი რო იყოს რომ ხელფასი რო ჩაგერიცხება შენ მანამდე ვერ ხერჯავდეს ეს შენ ხელფასს, სადაც შენი ხელით არ გადარიცხავ ფულს, შენი ხელით არ გადარიცხავ საშემოსავლო გადასახადს ბიუჯეტში. მე უბედურება მოხდება ამ ქვეყანაში. ეს პოსტავჭით მე რუსეთში იყოს თემა, როგორც მერმა თქვა რომ ხიდი უნდა ავაშენოთ და ფული არ მაქვსო და მოქალაქეს მოსთხოვა ფული და შეაგროვეს ფული, რაღაც სოფელში ხდება თუ რაღაც პატრა ქალაქში და ნუ მერმა შეჭამა ფული როგორც ის ხოლმე და არ ააშენა ხიდი და ხალხი გავიდა ცემეს. არა და იმ ბიუჯეტში იყო 10 ასეთი ხიდის ასაშენებელი ფული, მაგრამ იმ ფულზე ხალხს პრობლემა არ ქონდათ, რომელიც არ თმევდა, რაც დაინახეს თვითონ რომ მისცეს. და ის რო შეიჭამა, უცბად ხალხი აშფოთა და ცემეს მე. აკაც იგივეა, ხა მე დაახლოებით 45%-მდე გვართვემენ შემოსავალს გავასაშვალოთ ყველაფერი როდესაც ჩავთვალოთ, მაგრამ ადამიანებს ეს შეგუებულები არიან, მაგრამ 1-5% მაინც რო აჩვენო ამისგან, რომელიც აი მართლა არ თმევენ ხელფასიდან. აი მართლა რო გადარიცხინო რა ხელფასიდან თავისი 20% თუნდაც. აი მე მგონი სულ სხვა დამოკიდებულებთ, მაგრამ მათ შორის შეიძლება ნახე ახლა რადგან გვაქვს დრო ვილაპარაკოთ ამას, აი შეიძლება გადაარიცხინო, თქვა მართლა რას საკეთებ, ხო, ხო უბრალოდ პირდაპირ აჭრის ხო სახელმწიფო. და ასევე მისცეს საშუალება რომ საშემოსავლო გადასახადს მე ვემხრობი ამას ძალიან რაღაც ნაწილი იყოს ადამიანებმა თვითონ განსაზღვრონ რაში მიმართავენ. მათ შორის აი როცა ეს ყადაღებული ეკლესიის დაფინანსების თემა, ბევრი თემა არის ეგეთი. ეს კიდე უფრო სხვა საზოგადოებრივ პროცესს დაძრავს, როცა იქნება რესურსი, რომ შენ ადამიანს დაარწმუნებ, რომ მოდი აი მე ჩემ ამ ამის დახარჯვას დაუჭირე მხარი და შენ შეგეძლება ადამიანს ექნება საშუალება, რომ ამას მისცეს ხმა. არის მაგალითად ეს რაღაცები ჩვენ სიგარეტის აქციზი გავზარდეთ, მახსოვს 19 იმიტომ რომ ევროკავშირი მოგვითხოვდა ტყუილი იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად. აი მაგალითად ეგ არის დიდი მითი ბოდიში, მაგრამ ეგეთი ტყუილი, კიდე იშვიათი ტყუილა ოცნების მხრიდან სიგარეტთან დაკავშირებით რაც გააკეთეს. ხო და მე რა მინდოდა თქვა წამოგინეთ რომ აი უბრალოდ პოლიტიკური კონკრეტული მაგალითს რო გავაკეთოთ, რომ ჩვენ რო ევროპელთან შეთანხმებული ვიყავით, რომ თუ მოვალთ მაგალითად ხელისუფლებაში თქვა აი რომელიღაც პარტიები რო შეთანხმდნენ, თქვა ევროკომისიასთან ან ევროპარლამენტარების მხარდაჭერა მოიპოვონ, რომ ჩვენ შეთანხმებაში ევროკავშირთან რაღაც აქციზი თუნდაც რომელიც მათ შორის გაზრდილია ამ ევროკავშირის სახელით, ისინი არ მოგთხოვენ ამის გაზრდას და რო შევამციროთ იქნებიან, ნუ თანახმა იქნებიან. რომ ეს არგუმენტი რომ ევროპელებმა გთხოვეს ეს გადასახადები გავზარდოთ, ჩავხსნათ. ეს ხო შესაძლებელია თერორს შეუთანხმოთ რაღაც თუ ეს მართლა იქნებოდა დღის წესრიგში. და მე როგორ იქნებოდა შიდა პოლიტიკური არგუმენტი, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, გადასახადს დავწევთ. აი რაღაც ბენზინი გაგიაფტება, სიგარეტი გაგიაფტება და აგერ არანაირ ევროპა ჩვენ არ შეგვიშვის ხელს. ასე შეთანხმება რო იყოს. აი, ბევრი ასეთი რაღაც შეიძლება გააკეთო, მაგრამ აი ხო დისკუსია უნდა იყოს. აი კიდე ერთი პარტიის წარმომადგენელი რო იჯდეს, რომელიც ოპოზიციონერი, რომელიც რაღაცაში დამეთანხმებოდა, არ დამეთანხმებოდა, რაღაც რო საერთო გვეთქვა, რომ აი ჩვენ რა ვიცი, ქონების გადასახადი გასაუქმებელია, რაზე იხდის ადამიანი, ეხლა დადგებათ რო გადახდეს ქონების. სულ მე მაგაში არ გეთახმებ. რატო? მე მგონი თუ რომელიმე არის შედარებით ლეგიტიმური გადასახადი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქონების გადასახადი. ეს უკვე დამბეგრეს. საშუალო წამართვეს, მე ამ ფულით რაღაც სახლი ვიყიდე და კიდე მბეგრავე.
ქონებს განსახადი გონია რომ კაკრას ბოდიში რა ტერმინი ვიხმარე, მაგრამ ზუსტადაც რომ აი ყველაზე უფრო გამართული გადასახადი არის თავის შინაგანი мотиваცია. ხო და აი შენ რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, ვიკამათებდით და ვიტყოდით რომ აი მოდი ეს რაღაც ანის დავტოვოთ, ანის გავახვდეთ. რაღაცას შევდახდებოდით, რომელი გადასახადი შევამციროთ, რომელი სხვანაირად ადმინისტრირება გავაკეთოთ, მაგალითად ვაჩვენოთ აპლიკაციაში. და მე ახსნიდით რომ აი ამ გადასახადს რო იხდის, რომ ჩვენ რო ხელისუფლებაში ვიყოთ, ამ აღარ გადაიხდიდი, აქ სხვანაირად გადაიხდიდი. აი ეს ასე იხარჯება და ადამიანები უბრალოდ იმას კი არ გაიგებდნენ, რომ ეს რეჟიმი ცუდია თუ კარგია. მიხვდებოდნენ რომ აი ეს ადამიანი ასე მძარცვავს, ამის გამო ეს პრობლემები მაქვს და აი ამ ხალხს რო დაუჭირო ხარი ვიღაცებს. აი უკეთესად ვიცხოვრებ, უფრო მეტი ფული მექნება. ბეროდ უფრო სერიოზული სტიმულია, იმიტომ მოვიყვანე ბათუმის მაგალითი ბოლოს და ბოლოს ფულის სტიმული არის უძლიერესი სტიმული და როცა შენ შეიძლება ქართულოსნი არ მოგწონდეს, მაგრამ თუ ხვდები რომ მათ გამო ფულს შოულობ, მე მათ აძლევ ხმას ძალიან ხშირად. ხო, მაგრამ მე მაინც გონია რომ საარჩევნო მათ გააყალბეს და მე მგონია რომ რო არ ყოფილიყო სუსის ძალადობის მოსყიდვის ის მასშტაბი არჩევნებს ვერ მოიგებდა. ეს ცხადია რომ ნახე რომ ეს თამაშ წესები იყო რომ ყველა პარტია რო შემოდიოდა რომ სხვა ქვეყნების მოდელებს ვნახავთ, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც ეგრე რა 2012 წელს ბათუმში ცოტა ფული ტრიალებდა იმ პერიოდისთვის რაც მანამდე იყო, მაგრამ წააგებ მაშინაც ფულის ზრდა და გამდიდრება საერთოდ არ არის რამდენი ფული დაგებირდა, რამდენი ყველასობას მილიონები რო დაპირდა, ეს ხო არ იყო? ანუ შეიძლება ტყუილი იყო, ნუ შეიძლება რა ფაქტად 2003 წელს ორნიშნა ეკონომიკური დაქონდა საქართველოს, მაგრამ რევოლუცია მოხდა ქვეყანაში. არ არის ეგრევე მაშინ. არა, ხო უკეთესი დაპირდა, ხვდებით? აი ბიზნესს რო ეთქვა, რომ მიშა არის აქ სისხლიანი რეჟიმი და მეტი არაფერი არ თქვა, სოფლებისთვის 10 სოლარიუმები არაფერი არ დაპირებული იყო, ხო არ იქნებოდა, ხო არ იმუშავებდა ეს. აი ხვდები, შეიძლება ტყუილი ადამიანებს ეგონათ, რომ მეორე დღეს კარს რომ მართლა ეგონათ, როგორ იცი? რომ ფულს მიიღებდნენ, მეტ ფულს მიიღებდნენ. მაგრამ დახვდებოდეთ კი ბატონო, ამას ვამბობ. აი ეს უნდა დაპირდე ხალხს და უნდა დამაჯერებლად გააკეთო ეს, თორე რავი, სააკაშუმას ეს არ დაპირდა შინაარსობრივ კორუფციას და ბრძოლა ხო ეს იყო, რომ აღარ გაგძარცვავს ვიღაც პოლიციელი თუ რაღაცა, ხო? შინაარსობრივ იგივე გააკეთა, რომ უკეთესი ცხოვრება დაპირდა. ის კი არა რომ შევარდნაძეს ცუდი რეჟიმია, ან რა ბიზნესი კი არ თქვა რომ მიშა სისხლიანი რეჟიმი არის. ეხა უფრო ამბობენ ამას ვიდრე მაშინ. მაშინ ფულს მოგხსენთ, დაგირიკებთ ასე ისე. ხო და მე მგონი საბოლოო ჯამში აქამდე უნდა მივიდეს რუსულ რეჟიმის სახელი და არჩევნები გაყავდა არაფერს არ მოგწევს იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს კაცო შენ მე უკეთეს ცხოვრებას თავაზობ თუ არა და თუ თავაზობ როგორ და შესთავაზე რატომ იტოვებ შენთვის ამ კარგ რეცეპტებს და იდეებს ალტერნატივის შენობა ძალიან მნიშვნელოვანია მოდი არჩევნებზეც გადმოვიდეთ ახლა თქვენ ებზადებით საარჩევნო პროცესად თქვენ ასე დანარჩენი მე განგიხილოთ ოპოზიციურ პარტიად ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც არ განგიხილავთ მაგრამ აქვს ამასაც მიზეზები მათ შორის ხო იმიტომ რომ თქვენ მნიშვნელოვნად დისტანცირდით საერთო ოპოზიციური ბრძოლის თემებიდან მათ შორის მაგრამ მოდი ავხსნათ ეს ნაწილი თქვენ თავს რა მოვლენად განიხილავთ დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციურ პარტიად განიხილავთ რომელსაც ოცნება მიაჩნია ამ შემთხვევაში ბოროტებაც რომელიც შეცვლაც აუცილებელია და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური საკითხი რომ გავიგეთ რომ მიიჩნევთ რომ ამით არჩევნების მოგება შეუძლებელია მაგრამ რეჟიმის რუსულობა რას ნიშნავს თქვენთვის ხედავთ ამას ხო, არა, ცხადია მართლობის სისტემა რუსულია ეს ჩვენ სულ ამბობდით ამას, იმიტომ რომ ერთპიროვნული მართლობა არ შეიძლება იყოს დემოკრატიული, რომ ევროპულ ქვეყანაში ან რა ვიცი, ამერიკაში განაცხო წარმოდგენილი ერთი ადამიანი მართებდეს ყველაფერს. ეს რა ვიცი, მონღოლური, რუსული რა ყველაფერი ცუდი რაც ვიცით, ყველაფერი აი ის არის, რაც ჩვენ ვეძახით ერთპიროვნულ მართლობას. ამიტომ მე მგონი ზუსტად რომ თანხმედრა გვაქვს უბრალოდ ვიღაცას მაინც რუსულის სახელი უნდა იყოს რუსული მონღოლური უარესი არის მაგრამ ამ შემთხვევაში რუსული ძალიან კონკრეტულია მოდი ხა მონღოლური უარესი რა მონღოლური არ არსებობს მონღოლებისგან წამოიღეს ეს გავიგე მაგრამ ეგ ძალიან შორსმული პუტინისტური აი პუტინისტური იყოს კი ბატონო პუტინისტური იყოს კი ბატონო რას ნიშნავს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული რაღაცა პუტინი და ძალიან კონკრეტული მოვლენა არა ეხლა რა შეა პრობლემა აი რატომ არის ეს პრობლემა სიამდვილეში ადამიანებს ეუბნები რომ აი ერთპიროვნული მართლობა ცუდია აი რას ნიშნავს ის რომ აი ერთი ადამიანი არ უნდა მართოს, ერთი ჯგუფი არ უნდა მართავდეს, არ უნდა იყოს კონცენტრაცია ძალაუფლების. თუ ამას ეუბნები, მე ბუნებრივ ალტერნატივას თუ სთავაზობ, რაღაც სხვა უნდა შესთავაზო. ხო, მაგალითად ის კი უნდა შესთავაზო, რომ მე მოვალ და ყველაფერს მე დაგინიშნავ მოსამართლებს. აი, სულ რაღაც ორი წლის წინ იყო დისკუსია, ვეტინგი ჩავატაროთო, ჩვენო გადავარჩიოთ მოსამართლეები, კომისია შევქნათო და კარგი მოსამართლეები დავტოვოთ, ცუდი გავუშვითო და ეს ხო ზუსტად იგივე რაც ბიზნესს აკეთებს, იგივე არ გააკეთებს ბიზნესს, თავის იმას მოსწონდა დატოვა, ვინც არ უნდა გაუშვა. ხო და უბრალოდ ეხლა ჩვენ აბა რა უნდა მოხდეს ეს? მაგალითად ჩვეულებრივად ჩვენ მარტივი ამ რეცეპტი მოვიგონეთ ამერიკული მოდელი რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეები ხალხმა აერჩიოს და ამ სისტემაში როცა შემოვა 300-400 ადამიანი რომელიც ხალხმა აერჩია ქვეყნის მასშტაბში იქ ცუდებიც იქნება კარგებიც იქნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანიშნული არ იქნება და იქიდან შეიძლება
მე მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეები არჩიო. მაგრამ როგორც მინიმუმ თვითონ თავდაპირველი რეცეპტი ხო არ იყო რომ ჩვენ ერთპიროვნულ მმართველობა შევცვლით. ხო და მე მგონი თავი პრობლემა არის ის რომ ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, იმიტომაც აი რაღაცა ლანძღავი ხომ ზოგჯერ ოპოზიციური პარტიები თუ მათი აქტივისტები იმაში რომ იმისას რომ სერიოზული დისკუსია ყოფილიყო როგორ შევცვალოთ ეს მმართველობის სისტემა. ყველა დავიდა ჩვენ ახლა ამათ ვეძახით რუსებს და ვინ ჩვენერად ამათ არ ეძახის რუსებს ის არის ოპოზიცია. სენში ამაზე დავიდა. ჩემი აზრით რო შეხედოთ ახლა ერთმანეთს რასაც უშვებიან ის 4-5-9-25 კოალიციას რო აპირებდნენ წინა წელს. ლილოს კოცებს ეძახიან, გახარიას კოცებს ეძახიან. ისო გვარამია 40 მილიონი საიდან მოვიპოვა ლეგიტიმური კითხვა, მაგრამ აქ ერთად რო აკეთებდით ამას ყველაფერს. ეხა რო ლანძღავდა, ეხა რო ერთმანეთს კოცებს ეძახით. ანუ ხო ამორჩევის გადმოსახედიდან რო შეხედოთ, ესენი ერთმანეთს ლანძღავენ და მე რო ესენი კოცებს მეძახდნენ, ესე იგი ხო როგორც მინიმუმ იგივე ლეგიტიმურობით მეძახდნენ, როგორც ერთმანეთს ლანძღავდნენ. ხო და ამიტომ საბოლოო ჯამში თუ ადეკვატურობა დაბრუნდება ოპოზიციურ სპექტრზე და ჩვენ მართლა პოლიტიკურ პოზიციებს გავარჩევთ არა იმას ვინ ვის კარგად გალანძღავს ან ვინ კარგად შეაგინებს ბიზნეს ივანიშვილს და ეს არ იქნება კრიტერიუმი. მე მგონი ჩვენ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ვართ საერთოდ ოპოზიციურ ველზე, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ერთი ადამიანის პარტიები. უბრალოდ ერთი ბელადების პარტიებია და მე ამჯერად ბელადის პარტიამ შეიძლება სხვა ბელადის პარტიამ სხვა ბიზნესის პარტია დაამარცხოს, იმიტომ რომ იგივეს თავაზობს. ხო და რაც პარტია ქვია რომ პარტიაში ერთ ადამიანზე მეტი რო იყოს და რამე გაწყვეტების მიღების წესი იყოს რომელიც მაგას კონკრეტულ ადამიანზე არ არის მიმული მის ჩვენს მეტი არავინ არის და მე პირიქით ვიტყოდი ის კი არა რომ ვიღაცა არ მიმიჩნევს ოპოზიციურ პარტიას სხვებთან განსხვავებით მე ერთადერთი ოპოზიციურ პარტია ვარ ამ ქვეყანაში ზოგადად და შეიძლება ერთადერთი პარტიაც კი ვარ საერთოდ თუ მომენტო კონცეფციას რაღაც ერთპიროვნული მმართველობა აქვს თავის პარტიაში მაგრამ ეს რო დავამტკიცო ამისთვის მჭირდება დებატები დისკუსიები და თქვენ იცით რომ რავი უბრალოდ აი უამრავი დებატი ჩატარდა ბოლო დღეებში მათ შორის რეგიონულ ტელევიზიაში მაგრამ არც კოცები დადიან არც ლილო დადის და ასე შემდეგ ანუ სიამოვნებაში უბრალოდ ყველა გავრბის ელემენტარულ საუბარს ხო და როგორ ახლა გასაგებია თუ რომელიღაც პარტიას ჩემზე 100-ჯერ მეტი ფული აქვს და 100-ჯერ მეტი რესურსი შეიძლება დაარწმუნოს ამორჩეველი რომ მე რა ვიცი ხოცი ვარ, ცუდი ვარ და ასე შემდეგ და თვითონ კარგია მაგრამ აი რომ დამიждდება დისკუსიებში და რამდენიმე თვე რო გაგრძელდეს დებატები მე ვნახოთ ვინ იქნება ოპოზიციური პარტია და ვინ არა. გასაგებია. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. სანდრო რაქვიაშვილი იყო ჩვენთან ერთად პარტია გირჩიდან. დაგემშვიდობებით სანდრო, შევხვდებით კიდევ. ახლა ჩვენ